და სხვა არაფერი. გიორგი, სალამი, თუ გესმის ჩვენი ხმა? სალამი. ხო, მოკლედ საუბრობთ აი ამ ფარას ირგვლივ ორ დღეში ამოქმედება აი ეს კანონი საქართველოში და მოკლედ არ ვიცი აი ჩვენს ალბათ ჩვენს გავსად სხვა მედია ორგანიზაციები თუ სამოქალაქო ორგანიზაციები შეიძლება ითქვას რომ რა ვიცი ძალიან ისეთი სერიოზული გამოწვევის და საფიქრალის წინაშე აღმოჩნდით შენ გვინდა გაგვიზიარო არ ვიცი აი შენი ხედვა და პირველ რიგში ალბათ ცოდნა ხო რა ვიცი როგორ მუშაობს ამერიკაში ეს კანონი და შენი აღქმა რას ემსახურება საქართველოს კონტექსტში ეს ყველაფერი ну მოგესალმებით მადლობა მოწვევისთვის ამერიკულ კონტექსტში ეს კანონი რა თქმა უნდა გაცილებით სხვანაირად მუშაობს ვიდრე ეს იმუშავებს ან გათვლილია საქართველოს კონტექსტში პირველ რიგში უნდა ითქვას ის რომ მაგალითად აღსრულების კუთხით ხო 2016 წლამდე თუ არ ვწდები სულ რაღაც 1966 წლიდან 7 სისხლის სამართლებრივი საქმე იყო აღსრულების ხრივ ფარას აღსრულების გამკაცრება და გააქტიურება ამერიკაში იწყება 2016-ში დონალდ ტრამპის არჩევის შემდეგ და ლაივში რო იყო რომ რუსები ჩაერივნენ არჩევნებში ამის შემდეგ იწყება და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი кейსია ტრამპის წინასაარჩევნო კამპანიის თავმჯდომარე პოლ მანეფორტი რომელიც გაასამართლეს რომ არ დარეგისტრირდა ფარაში და იყო წარმოადგენდა იანუკოვიჩი ანუ უკრაინის ლობისტი იყო და არ განაცხადა ეს და შესაბამისად ეს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი кейსია ამის მიღმა უნდა ითქვას რომ ძალიან ბევრ გამონაკლისს უშვებს ამერიკის ფარა ხო მაგალითად ეს არის აი მომისმენია საქართველოში ხო ხა საელჩოებზე ვრცელდება უცხოელი დიპლომატები გამიჯნული არიან ფარასგან ასევე ბევრი გამონაკლისია ხა აკადემიური მედია ორგანიზაციები მათ შორის ხო მათ შორის მედია ანუ თქვათ მაგალითად Amnesty International ხო არ არის ფარაში ხო ეს არავინ არ უშვებს რომ ეს არის თქვათ ინგლისის გავლენის ქვეშ იმიტომ ინგლისშია ხო Amnesty International დარეგისტრირებული რომ ინგლისის გავლენის აგენტი აქ უნდა იყოს უნდა მარტო ის კი არ უნდა იყოს რომ თქვათ უცხოეთიდან ფინანსები ეს თქვათ წინა ბაიდენის ადმინისტრაციის დროს სახელმწიფო დეპარტამენტს პირდაპირ ჰქონდა ეს განმარტებული და გამოქვეყნებული რომ უცხოეთიდან ფულის მიღების ფაქტი არ არის ფარაში რეგისტრაციის საფუძველი არის რომ პირველ რიგში უნდა დამტკიცდეს რომ ამ ფულს იღებ უცხოელი პრინციპალისგან თუ როგორ არის ეს ქართულად რომ მე მისი ინტერესი გაატარო და მისი ლობიზმი იქნება ეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ შესაბამისად ამერიკაში რა თქმა უნდა სხვა ინტერპრეტაცია ეძლევა იშვიათი ალბათ საერთაშორისო ორგანიზაცია ან არასამთავრობო ორგანიზაცია რომელიც დარეგისტრირებულია ან მედია ორგანიზაცია Russia Today და Al Jazeera არის უბრალოდ Al Jazeera შემთხვევაში არ ანუ არ რეგისტრირდება და არ იყენებს სამართლებრივ ვალდებულებას ასე ვთქვათ ხო როგორ არის თან ამერიკაში ხომ ანუ უგზავნი და თვითონ წყვეტენ დაგარეგისტრირონ თუ არა ხო ისიც კი შეიძლება რომ აი თქვათ რაღაცა პატარა ბაჟის გადახდის შემდეგ გაუგზავნო ან კითხო რომ მეკუთვნის თუ არა მე დარეგისტრირება ხა Al Jazeera-ს შემთხვევაშიც ხო ისეთი ის არის ხა პირდაპირ კატარის მთავრობის აფინანსებს და კატარის სამთავრობო ტელევიზია შესაბამისად აქ როგორც Russia Today აქაც აი დისკრეციის ამბავია ალბათ ხა ყველა კანონი ისე შეიძლება წაიკითხო და ასეთ და ხა კანონი იმიტომ იწერება რომ ზოგადი დეფინიციები ჰქონდეს შესაბამისად სრულ შემთხვევაში ალბათ ეს კანონი შეიძლება Al Jazeera-საც გავრცელდეს და Russia Today-ზე რამდენად ამ წუთას გავრცელებულია მე არ ვიცი ეს კონკრეტული кейსი მაგრამ ზოგადად აი რაც მოვიძიე და დავსერჩე თქვა Amnesty International-ი არ არის წითელი ჯვარი და ასე შემდეგ ან ის ფაქტი რომ ხარ საერთაშორისო ორგანიზაცია ან თუნდაც არასამთავრობო ორგანიზაცია და უცხოეთიდან იღებ დაფინანსებას არ არის საკმარისი საფუძველი რომ ფარაში დარეგისტრირდე.
გიორგი, მე მაინტერესებს შენი ზოგადი დაკვირვება და აღქმა რა. აი ჩვენ ახლა მაინც ესე იგი რა ვიცი, აი ამ პოლიტიკური პროცესების შუაგულში ვარ, შეიძლება ითქვას და ხანდახან არ ვიცი, აი ჩემ თავთან მაგ ხოლმე რა, ეგ კითხვების და ფიქრებიც ხო არ დავკარგე ამის გამო რაღაცების, არ ვიცი, რაღაცა ადეკვატურად აღქმის უნარი თქო რა. აი რაღაც შორიდან როგორ ჩანს მოკლედ საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები, არ ვიცი, აი საით მივდივართ მოკლედ როგორია შენი ფიქრები? ხო, ნუ ახლა საით მივდივართ, ახლა ეს $1,000,000-იანი კითხვა, მაგრამ ზოგადად ხო, რა თქმა უნდა, ახლა უმწვავესი პოლიტიკური კრიზისია და ეს ამ კანონს რო დავუბრუნდეთ, ხო, ეს კანონიც პრინციპში იმიტომ არ არის მიღებული ახლა და ამერიკიდან ჯერ ეს მართლა რა მიდგომა ამერიკული თარგმნით, ახლა ამერიკაში უამრავი სხვა საკითხია, რომელიც საქართველოში ვერ დაინერგება, დაწყებული იმით, რომ თქვა იარაღის ტარება თავისუფალია, დამთავრებული იმით, რომ თქვა სამი ჯანმრთელობის დაზღვევა ჭირდება ადამიანს, იმიტომ რომ სტომატოლოგია და ვისაც თვალები ცალკე ჯანმრთელობის დაზღვევა უნდა იყიდოს ადამიანს. ხო, ეს არა გვაქვს საქართველოში და ლაპარაკი რომ აი ამერიკიდან სიტყვით თარგმნეთ და ესე იგი კარგია, ეს ახლა რა თქმა უნდა ძალიან ესეთი პრიმიტიული მიდგომაა და არასერიოზული მიდგომაა. თარგმ თქვათ გადმოიტანეს იმიტომ და თარგმნეს იმიტომ რომ ჰქონდათ ასე თქვათ ეს თქვათ რაღაცა დამცავი პიარისთვის ისა რა, კაი მესიჯია. აი თქვენ რუსულს ეძახით, ჩვენ ვიტყვით რომ ამერიკულია, ხო? იმიტომ რომ ამ სიტყვით თარგმნეთ და შინაარსი კონტექსტი, ხო? პოლიტიკის ამოსავალი წერტილი, ხო? შინაარსი კონტექსტი საერთოდ გაუთვალისწინებელია და ასევე აღსრულებად ხო ითქვა უკვე სტუდიაში, ხო? ალბათ და განსაკუთრებით განსხვავებული იქნება აღსრულება ეს საქართველოში და განსხვავებული იქნება ამერიკაში და კონტექსტიც განსხვავდება, ხო? ამერიკა არის ზე სახელმწიფო. ამერიკის მთავრობაზე გავლენის სხვა ქვეყანამ რომ ფული დახარჯოს, რომ ამერიკის მთავრობაზე გავლენა მოახდინოს, რომ მან გარკვეული საჯარო პოლიტიკა ან რაღაცა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღოს, ერთის რომ რა თქმა უნდა უფრო მნიშვნელოვანია და უფრო რისკიანია. და ხა ეს რისკები საქართველოში რამდენად არსებობს, ნუ ვიცით ხო მათი ცნობილი განსხვავება, რომ ხა USAID რევოლუციას გვიწყობდა, მაგრამ რამდენად ეს კანონი ხა აზღვევს იმას, რომ USAID-მა რევოლუცია არ მოაწყოს, ეგ ხა კიდევ ხაკეთება, იმიტომ თვითონ ხო იძახიან, რომ ეს კანონი არაფერს ზღუდავს. იძახიან და წინა კანონზეც იძახდნენ, რომ არაფერს ზღუდავს და თუ არაფერს ზღუდავს, როგორ აზღვევს ეს, რომ ჭყალებში USAID-მა მორიგი რევოლუცია არ მოაწყოს, ხო? ეს კითხვაც შესაბამისად არის. და ზოგადად რა თქმა უნდა ეს კანონი ნუ წინა კანონი და ეს კანონი გაგრძელებაა და ნუ გამკაცრებაა და მეორე მხრივ არის ასიმეტრიული პასუხი თქვა დასავლეთს, რომ ეხა ხო რა თქმა უნდა დიდ ბრიტანეთს საპასუხო სანქციებს ვერ დაუწესებენ, ხო რა თქმა უნდა. მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ კაი თქვენ მე სანქციებს მიწესებთ, მე ვისაც მივიჩნევ, რომ თქვენი ინტერესების გამტარებელია ბჭყალებში აგენტია ან აი რა ვიცი ესე, მე იმათ შევზღუდავ და იმათ შევამიწროებ, იმიტომ რომ ხა მე ხო ამერიკას და ბრიტანეთს ვერ მიწვდებიან და შესაბამისად ამბობენ, რომ აი თქვენი დასაყრდენი ვინც არის ამ ქვეყანაში, ჩვენ მათ შევზღუდავთ. თუ თქვენ სანქციებს გვიწესებთ და ხელს არ გვახდით, ჩვენ მათ შევზღუდავთ. და ეს გრანტის კანონიც ხო, არ ვიცი მიიღეს თუ არა, რომ თავრობის თანხმობა ჭირდება. ხო, ეგეც იმაზე პასუხია, რომ აი ხო თუ თქვენ არ მელაპარაკებით, მაშინ ჩვენც რაღაცა ხო სიმეტრიული პასუხი ვერ იქნება. კიდევ ერთხელ ხო ჩვენ ვერ დაუწესებთ ხა ბრიტანეთის გენპროკურორს სანქციებს და შესაბამისად ჩვენი პასუხი არის, რომ საქართველოს თავრობის პასუხი არის, რომ ვინც მოიაზრებს, რომ თქვა აქ თქვა დასავლეთის ინტერესებს ატარებს ჭყალებში, ისინი უნდა შევზღუდოთ. ხო, გიორგი, მე უფრო ის მაინტერესებს, აი ზოგადად ეს მემარჯვენე პოპულისტური ტალღის, ესე ვთქვათ, გააქტიურება და გაძლიერება მთელ მსოფლიოში, მათ შორის განსაკუთრებით ალბათ ამერიკაში, რამდენად არის ისეთი მთავრობებისთვის რაღაც ხელსაყრელი, როგორც ქართული ოცნება, იმიტომ რომ ხო არ ვიცი, პრინციპში მათი პოლიტიკა ზოგადი და რიტორიკა, რაც აქვთ,
დიდწილად იმეორებს იგივე უნგრეთის, იგივე ტრამპის, არ ვიცი, ხო მაგათ რიტორიკას და რამდენად არის ამ ტალღის ნაწილი ქართული ოცნების, ესე ვთქვათ, ეს ამ კუთხით გააქტიურება და თუ მაგალითად ადრე კობახი და თავის თავს უწოდებდა ლიბერალს, ეხლა არ გახდა უცებ, არ ვიცი, კონსერვატორი და რაღაც ოჯახის სიწმინდეზე მოსაუბრე. ხო, ეს ერთის მხრივ არის პოლიტიკური ოპორტუნიზმი, რა თქმა უნდა. მეორეს მხრივ ეხმარება თუ არა, რა პროპაგანდისტულად ალბათ ეხმარებათ, იმიტომ რომ ეხლა ქვეყანაში რა ფონიც არის, ეხლა ამერიკის პრეზიდენტი რო ისეთ განცხადებებს აკეთებს, რომელიც შეიძლება ვერ ლაგდებია ამერიკის პრეზიდენტთან, მაგრამ შენ სასარგებლო თუ შენც იგივე სიძახის, ეს რა თქმა უნდა გეხმარება იმ კუთხით, რომ კიდე ერთხელ ხო ქვეყანაში სადაც არის თქვა ისეთი გარემო, სადაც ნებისმიერი ევროპარლამენტარის განცხადება უაპელაციო ჭეშმარიტებად მოგვეწოდება, ეხლა ამერიკის პრეზიდენტი რო შენ სასარგებლო განცხადებას აკეთებს, რა თქმა უნდა, ამას გამოიყენებ პროპაგანდისტულ ომში და ამას იყენებენ. ეხლა პროპაგანდისტულ ომში და ცდილობენ ამ ტალღას მოაჯდნენ თავისი, თქვა, რა თქმა უნდა, ოპორტუნისტული მიზნებიდან გამომდინარე. რა თქმა უნდა, ეხლა რომ ამერიკის პრეზიდენტმა თქვა, რომ USAID თუდად იქცეოდა, ამისი დამადასტურებელი საბუთები აქვს თუ არა ამერიკის პრეზიდენტს, ეს სხვა საქმეა, იმიტომ რომ რეალურად ეს სკანდალები და ის რომ აი რაღაცები არაფერი არ აღმოუჩენიათ, ხო? არსებული პროგრამების სახელები წაიკითხეს და უბრალოდ მე დაცინეს, რომ რაღაცა ტანზანიაში რაღაცას მართლა აფინანსებდნენ, მაგრამ აღმაში სკანდალი არა, უბრალოდ წარმოაჩენენ სკანდალურად, რომ სერბეთში საჯარო შესყიდვების პროგრამის გაუმჯობესებას ვაფინანსებდით და სკანდალი, რომ აი რაში ვიხდით ფულს. ხო, თორე ის რომ ახლა აღმოაჩინეს რომ USAID მასლა საიდუმლო რაღაცა ხარჯებს წევდა და რაღაცა ეს რა თქმა უნდა არ აღმოუჩენია და არც არის ეგრე, ხო? სხვანაირად მუშაობს USAID და რა თქმა უნდა ამ ტალღას მოაჯდნენ, იმიტომ რომ თავისი თქვათ პრეტენზიები ბრალებში ჰქონდათ USAID-თან და შესაბამისად ამ ტალღას მოაჯდნენ და იყენებენ სათავისოდ, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ ალბათ რო არ თქვათ, არ ვიცი, ხა კამალა ჰარის რომ მოეგო, ალბათ შეიძლება ცოტა სხვანაირად მოქცეულიყვნენ. მაგრამ დიდი აცვლილება ალბათ შეიძლება ფარა არ მიეღო და შეიძლება ის კანონი, აგენტების ეგრეთ წოდებული კანონი ცოტა შეემსუბუქებინათ, მაგრამ ამ ტრამპის არჩევამ, რა თქმა უნდა, ამ კუთხით იდეოლოგიურად და თქვათ, იმ კუთხით, რომ ხა ნაკლები აქცენტი დააპელირება, ხო, ამ ჯერჯერობით ამ ადმინისტრაციიდან დემოკრატიაზე და ასე შემდეგ. გარკვეულწილად ხელფეხი გაუხსნათ, ალბათ. მადლობა გიორგი დიდი ჩართვისთვის, შენი აზრების გაზიარებისთვის. მოკლედ დავუბრუნდეთ სტუდიაში.